მაისი 1991 წლის 28 მარტი. რუსთაველის გამზირზე მთავრობის სახლთან გაიმართა წინა სარეფერენდუმო მიტინგი. მიტინგზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ზვიად გამსახურდია. ძვირფასო მეგობრებო, დღევანდელი მიტინგი გახლავთ, როგორც გამოვაცხადეთ, წინა საარჩევნო და წინა სარეფერენდუმო მიტინგი. ამავე დროს ამ მიტინგზე უნდა ვისაუბროთ უაღრესად აქტუალურ პრობლემაზე, რომელიც დგას დღეს და რომელთან დაკავშირებითაც დღეს მოსკოვში მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის დეპუტატთა ყრილობა და იმართება მიტინგი. უნდა ითქვას, რომ გადამწყვეტი ჟამია მეგობრებო. ხდება იმპერიის ბედი და ეს ნიშნავს იმას, რომ ხდება საქართველოს ბედის მეგობრებო. მაშინ თბილისში ხდებოდა საოცარი რამ. პირველად მაშინ შევიგრძენი მე დემოკრატია. მოსალოდნელი იყო, რასაკვირველია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებას ხმათა სრული უმრავლესობა ექნებოდა. განწყობა იყო ნამდვილად ასეთი. მე თვითონ ჩემს მეგობრებთან ერთად 29-30 მარტს წავედით კახეთში გასართობად იმ დათქმით, რომ აუცილებლად ჩამოვიდოდით 30 მარტის საღამოს, რათა წავსულიყავით რეფერენდუმზე. ამის გაცდენა არ იქნებოდა. 1991 წლის 31 მარტი. რესპუბლიკის მოსახლეობა დილიდანვე საარჩევნო უბნებისაკენ მიეშურება. სარეფერენდუმოდ გამოტანილია შეკითხვა. თანახმახარ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. Да, я была первая, когда нас заводили в Русу. დიახ, მაშინ 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა საქართველოს დამოუკიდებლობა აირჩია. მას შემდეგ ამ რაოდენობის ხალხი არჩევნებზე აღარასდროს მისულა. რასაძლებს ხე ხმას დღეს Უნდა თავისუფლება და სვობოდა და დემოკრატია. ახლა უკვე 32 წლის თავზე ქუჩაში შემხვედ ადამიანებს ვთხოვე გაიხსენებინათ ის დღე. დღესასწაულის შტაბ-ბიჭდება რჩებოდა და განწყობაც შესაბამისი იყო. სიხარულით მივედით. წვენით. ძალიან ნერვიულობდით და ყველა ფიქრობდით, რომ რა მოხდება, რა იქნება. მოხდენით კი ბევრი რამ მოხდა მას შემდეგ. მე თქვენ მოგელანდებით ხოლმე. მაგრამ რას ელოდნენ ეს ადამიანები 31 მარტს? იმედი მაგარი მქონდა. ყველა ველოდებოდი და უკეთესობა იქნებოდა დემოკრატიული ცხოვრება წავიდოდა. მაგრამ ვინ გვაცალა? მოლოდინები საერთოდ გამართდა კი არა, უკან წავიდა. ყველაფერი რაც ჰქონდა ჩვენ მეცნიერება, კულტურა, ისა ყველაფერი დაინგრა. წარმოგედგინათ? არა. მოდით აქ ხალო ბეტერი მოიყვანეთ. ერთმანეთი დავჭამეთ პირველი. დავჭამეთ ერთმანეთი. რუსთაველზე ვესროლეთ ერთმანეთს. დაუ ნახე რა ხდება ჩემს. პირველი სკოლა ნახე გააჩენე რა. მერე მოყვა ყველაფერი, აფხაზეთის დაკარგვა და ყველაფერი. ჩვენი ტერიტორიები მაკლია, სადაც ჩემი შვილი დამეღუპა იმ ომში. შეიძლება ასე ითქვას, როდესაც ამ სიტყვისთვის, მაგრამ სულ სხვა რამ შევუკვეთეთ და სულ სხვა რამ მივიღეთ რა. ჩვენ შეიძლება შევუკვეთეთ ადიდასი და მივიღეთ აბიბასი. გავიგეთ რა შესაძლოა. თუ შევადარებთ წარსულის გმირებს დღევანდელ პერსონაჟებთან, აღმოჩნდება, რომ მათი შედარება ძალიან რთულია. ძალიან საწყენია, რომ აი ეს მოძრაობა
იმ მოძრაობამ საბოლოოდ მიიღო ესეთი ხასიათი და მიიღო ესეთი სახე, როგორიც არის ახლა. ეს წარმოუდგენელი მომენტია. მომდასომრის თავზე მიიღეთ დამოუკიდებლობა კი მიიღეთ, მაგრამ განახევდა საქართველო ტერიტორიულად, მოსახლეობით. გაცინებულ და გაღიმებულ ადამიანს ვერ ნახავ ქუჩაში. ნაცი აღარ არის ბედნიერი, ხო? მაშინ ალბათ თითქმის არავის წარმოედგინა, რომ დამოუკიდებლობიდან 32 წლის თავზე მათ შვილებს თავის გადასარჩენად მოუწევდათ ჯუნგლების, გვამებით სავსე ბილიკების და ნარკოკარტელების გზის გავლა. დიახ, ასე მიდის დღეს უამრავი ქართველი მექსიკისა თუ კოლუმბიის გავლით ამერიკაში, უკეთესი მომავლის საძიებლად. როგორი წარმოვედგინათ და ბატონ აკაკი ბაქრაძემ, როდესაც პირველად თქვა, რომ ჩვენ კიდევ როგორც ქვეყანამ ჩამოყალიბდეთ 30 წელი გვინდაო, ამბობდი რომ ძალიან ვაფასებ ამ კაცს და რაღაც შეცდომას ამბობს მეთქი, თურმე 30 არა 35-ის 32 წარგია. ხალხი ეიფორიაში ხო ეგონა რომ რა ზოგი ძახდა ბორჯომი გვაცოცხლი შეგვინახავს და აყვავებს საქართველოს. ესე არისო. საბჭოთა კავშირის უმდიდრესი კუთხე. შავი ზღვის სანაპიროებით, თოვლიანი მწვერვალებით, ვენახებით, ჩაის პლანტაციებით, ციტრუსით. ცნობილი იყო როგორც ბაქქანალიისა და სტუმართმოყვარეობის სამშობლო. ასე ხედავდნენ უცხოელი ჟურნალისტები და არა მარტო ისინი საბჭოთა საქართველოს. მოგვაშორეთ რუსები და ჩვენი ღვინითა და ბორჯომით გავიტანთ თავსო. ჩვენ გვიან მივხვდით, რომ დამოუკიდებლობისთვის ხმის მიცემა არ არის საკმარისი. როგორი იქნებოდა ეს გზა, როგორი იქნებოდა საქართველოს ეკონომიკა? კარგია, ხმას რო აძლევ, მაგრამ რას ნიშნავს ეს? მაშინ არ ვიცოდით. ელი ჩვენი სიცოცხლე, თავს ვიცავთ, სხვისი მკაველი, nic არ გქონია, ვერ ჩვენსაც გავჩენთ. როგორც არასდროს შემოუწოდეთ ჩვენს დღეს საქართველო ქართველი ხალხის საკუთარი სახლიდან არის გამოგდებული. იგი სხვის სახლში ცხოვრობს. და იმისათვის რომ იგი შინ დაბრუნდეს და საკუთარი შინა შექმნას, აუცილებელია შექმნას საკუთარი პოლიტიკური, იურიდიული, სოციალური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, კულტურული სისტემები. აი ამ სისტემებს როცა შექმნის და ეს მთლიანობა იქნება ქართველი ხალხის ყოფისა, მაშინ მას შეიძლება ეთქვას, რომ შინ დაბრუნდა და საკუთარი სახლი შექმნა. ხოლო ეს საკუთარი სახლი იქნება აგრეთვე მთელი საკაცობრიო ცხოვრების, საკაცობრიო შენობის ნაწილი, რადგან ქართველი ხალხი მაშინ მიიტანს საკაცობრიო კულტურის საგანძურში იმას, რის იმიდანაც მას შეუძლია. იგი აღარ იქნება უკვე უსახკარო და უბინაო. დამოუკიდებლობასთან ერთად მოვიდა არნახული ქაოსი. ქუჩაში დაძრწოდნენ კალაშნიკოვით და გრადებით შეიარაღებული პარამილიტარები. ამ ყველაფერმა მოიტანა ის, რომ 90-იანი წლების ბოლოსთვის მილიონმა ადამიანმა, ანუ საქართველოს ყოველმა მეხუთე მოქალაქემ ქვეყანა დატოვა. დასავლეთიდანაც არ მოვიდა ისეთი დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ, როგორც მოველოდით. ჩვენ ესე ვთქვათ, განსხვავებით ბალტიისპირეთისგან, ჩვენ გვაღიარეს თავისდროულად საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და ბალტიისპირეთი არ უღიარებია, როგორც ცნობილი, იმიტომ რომ ის გვიან მოხდა, ეს 2019 წელს ხდება, ხო? მოლდოვის პაქტის შედეგად. ამანაც ცოტა არ იყოს გამოიწვია გულაცურებას. და ერთი მომენტიც არის, თუ სამივე ბალტიისპირეთის რესპუბლიკა დადგა ერთად და პრობლემები ერთად გააახელეს, კავკასიაში ვიცით რომ ესე არ მომხდარა, ხო? იქით ყარაბაღის გამო ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ანუ ერთობა უკვე დაირღვა და პლუს ამას, რა თქმა უნდა, ჩვენ შიგნით ეს კონფლიქტები. გავათავისუფლეთ საქართველოს. და დღესაც საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია და იმიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. რას ვიზამთ? ჩვენ ამას ვერ გავუმკლავდით, ვერ გავითვალისწინებთ, რა შეიძლება მომხდარიყო და სწორი გზით ცხადია რომ ვერ წავედით. და შედეგები თუ მიმჯეროთ ყველაფერზე, ხო? ყველაფერი სწორად რომ გვექნა, რა თქმა უნდა, ეს არ მოხდებოდა, რაც მოხდა. მაგრამ თავარი პრინციპში მაინც ზაგვჭა.
დამოუკიდებლობა დაგვრჩა, იმიტომ რომ მაშინ ეხლა ეს არ ეხსოვება მით უმეტეს ახალგაზრდა თაობას, საიდან უნდა იცოდეს. ვერც ერთ პროექტს შენ ვერ განახორციელებდი. ლამის იყო აი შენობაში შეიძლება ტუალეტის აშენებაზეც კი ნებართვა მჭირდებოდა მოსკოვიდან. ასეთ დონეზე იყო ყველაფერი ცენტრალიზებული. და მაშინ თუ ლაპარაკი იყო დამოუკიდებლობა, რა დამოუკიდებლობაზე იყო ლაპარაკი? თუ ამ სიტყვას ვახსენებთ, ხო? მაშინ ვიყავით დამოუკიდებელი რუსეთზე, უწინარესად საბჭოთა კავშირზე. იმ სისტემაში ვიყავით ინტეგრირებულები. ესე იგი უნდა ვიყოთ დამოუკიდებელი უწინარესად ამ ქვეყნისაგან. ამიტომ მთელი ერი უნდა შევიკრათ, ყველამ უნდა ხელი ხელს ჩავკიდოთ და საქართველოს დამოუკიდებლობა ჩვენი ევროპული გზისთვის უნდა ჩვენი გზა ევროპაშია. ძალიან გვიჭირს, რომ ერთმანეთს ვერ უგებთ. სულ ვჭუბობთ, რა გვაჭუბებს? ხო ჩვენია ეს მიწა ხო ჩვენია. აი რა გვაჭუბებს, რატომ ჭამთ ერთმანეთს? რატომ ჭამთ? აი ჩვენ ხალხს რას გვერჩით, რომ ნერვები გვაქვს დაწყვეტაზე. ვაი რა სიტყვის ნაცები და რა სიტყვის შევწუხდით რა. შევწუხდით. ერთი მუჭა საქართველოა და ხო შეიძლება იმაზე მწყდება გული რომ არ უნდა დაამოხრიჭო ჩვენი სახელმწიფოს განვითარება და გაძლიერება და რო ხედავ ახლა მე პოლიტიკოსი არ ვარ მაგრამ ხო ხედავ ხან ტელევიზორს უყურებ ხარ რაღაც აგი ავტოსადგომში ვათევ ღამეს და რაღაცა მუშაობ რომ პენსია არ ყოფნის წამლებში და გადასახადებში და წვალობ კიდევ რაღაცა მოლოდინი მაქვს და ერთი იმედი მაქვს მარტო ახალგაზრდების მეტი არაფერი საქართველოში რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90,99%-მა. კენჭისყრაში 90,57%-მა. სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირა მონაწილეთა 99,8%-მა. ამ დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართველი ერი საქართველოს მთელი მოსახლეობა მტკიცედ მიაბიჯებს დამოუკიდებლობისაკენ და 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა ამ ძნელ გზაზე. მე არ მინდა რომ ამის საჭიროება დადგეს. ოდეს მე კიდე ვკითხოთ გინდა თუ არა საქართველოს დამოუკიდებელი იყოსო, კი გვინდა საქართველოს დამოუკიდებელი იყოს და ჩვენ ამ რეფერენდუმში ქართული საზოგადოების ნაწილი მე ვფიქრობ რომ ყოველ ჯერზე იძლევა პასუხს დიახს და ბოლო ასეთი დიახი იყო 8-9 მარტის ღამე წელს 2023 წელს. ეს იყო დადასტურება იმისა რომ ჩვენ გვინდა საქართველოს დამოუკიდებელი. როგორც ჩანს ახალ თაობას ეიმედება ეს ქვეყანა, რაკიღა ის გამოვიდა მარტში და გაიბრძოლა წარმატებით ამისთვის. ხო, თავისი თავისუფლებისთვის. რეფერენდუმის იდეა არის ცოცხალი. რეფერენდუმის გადაწყვეტილება არის ცოცხალი, ის მოქმედებს და ის გადაეცათ და მიიღეს თაობებმა, რომლებიც მაშინ დაბადებულები არ იყვნენ.